ჯელაშვილი აეროპორტში იმყოფებოდა, მე შეგახსენებთ საქართველოს პრეზიდენტმა ზემო აფხაზეთში პირველი პატრიოტული ბანაკი გახსნა. მოგესალმები. მოგესალმებით ნინო. რა განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის საზღვართან რამდენიმე კილომეტრში? დიახ, პრეზიდენტი პატრიოტულ ბანაკში დაახლოებით 2 საათი იმყოფებოდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ამით კოდორის ხეობა დღეს არ დაუტოვებია, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის დაახლოებით 3 დღით დარჩება ზემო აფხაზეთში. რაც შეეხება პატრიოტულ ბანაკს, ის გაიხსნა 3 დღის წინ, ის მდებარეობს რუსეთის საზღვრიდან სულ რამდენიმე კილომეტრში და სხვათა შორის სოხუმამდეც არის ძალიან ახლოს ამ ბანაკიდან, დაახლოებით 30-40 კილომეტრია პირდაპირ სოხუმამდე. პრეზიდენტი მოინახულა ეს ბანაკი, შეხვდა იქ მყოფ პატრიოტებს, დაახლოებით 160 ბავშვი იმყოფება დღეს პატრიოტულ ბანაკში. ეს პატრიოტული ბანაკი ფუნქციონირებს 3 ნაკადით, მეორე ნაკადი ჩავა აგვისტოს მეორე ნახევარში და შემდგომ უკვე სექტემბრის დასაწყისშიც კვლავ ამ ბანაკში მივლენ პატრიოტები, რათა მიიღონ მონაწილეობა იმ პროგრამაში, რაც პრეზიდენტის პროგრამა პატრიოტში. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მან მთელი რიგი განცხადებები გააკეთა ამ პატრიოტულ ბანაკში ყოფნისას. პირველ რიგში მან აღნიშნა, რომ ვერანაირი დაბომბვა საქართველოს ტერიტორიის ვერ შეცვლის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების და მთლიანად ჩვენი ქვეყნის კურსს. რაც შეეხება აღმშენებლობით პროცესს, როგორც ზემო აფხაზეთში, აგრეთვე საქართველოს სხვა რაიონებში, ის კვლავ გაგრძელდება. საქართველო დაუპირისპირებს ბომბებს, ახალ საავადმყოფოებს, ახალ დისკოტეკებს, ახალ შენობებს, ახალ სტადიონებს და ახალ გასართობ ცენტრებს აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, მომავალმა თაობამ უნდა მიხვდეს თუ რა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ის აუცილებლად ამას მოესწრება. შემდეგი ნაკადი მძლიად დაკომპლექტებული იქნება დევნილებით აფხაზეთიდან, სოხუმიდან, გაგრიდან, ბიჭვინთიდან, ოჩამჩირიდან და მე მინდა თქვა, რომ ეს ხალხი, ეს ახალგაზრდები ჩამოვიდნენ აქ, ჩამოვლენ აქ არა იმისთვის, რომ რაღაც სხვა მუქარის სიგნალი გააგზავნონ. ჩამოვლენ იმისათვის, რომ ყველას აჩვენონ. მათ აფხაზეთი არ დავიწყებიათ. შეიძლება ზოგიერთი მათგანი თბილისში გაჩნდა, წყალტუბოში გაჩნდა, ქუთაისში გაჩნდა, ბათუმში გაჩნდა. მაგრამ ისინი იწყებენ აფხაზეთში დაბრუნებას და ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან აფხაზეთში. რაც შეეხება თავად ამ პატრიოტულ ბანაკს, რომელიც როგორც უკვე მოგახსენეთ, რუსეთის საზღვრიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, ეს იყო ყოფილი ტურისტული ბაზა, სახელწოდებით იუჟნი პრიუტი. აქ იკრიბებოდნენ როგორც რუსეთიდან, ასევე საქართველოდან ჩასული ტურისტები. ძირითადად ისვენებდნენ ყოფილი კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნების ოჯახები, ანუ საკმაოდ პრესტიჟული იყო აქ დასვენება. შემდგომ ეს ტერიტორია პრაქტიკულად მთლიანად გაპარტახდა და დაახლოებით 1 წელი დაჭირდა იმისათვის, რომ მოეყვანათ ეს ადგილი წესრიგში, იმისათვის რომ მიიღო ის სახე, როგორშიც არის დღეს. ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე პატრიოტს, რომლებიც ძირითადად დღეს საუბრობდნენ აფხაზეთის პრობლემატიკაზე. ახალი არის თან აფხაზეთი არის და ყველას გვინდა რომ აფხაზეთი დავიბრუნოთ და ცოტათი მაინც დავიხმაროთ. ჩვენ როგორც შობილია, ისე ვიხმარებით ჩვენ სამშობლოს და ყველანი ერთად რაღაცას მაინც მოვახერხებთ რომ დავიბრუნოთ ჩვენ სამშობლოს რა. უნდა მენახა ეს ადგილი და რა ვიცი, იმედი მაქვს რომ მომავალში უკვე სოხუმში შევხვდებით ერთმანეთს ბანაკებში. სხვათა შორის ეს ბანაკი არ არის ერთადერთი, რომელიც არის აფხაზეთის ტერიტორიაზე, განმუხურში აგრეთვე არის პატრიოტული ბანაკი, სადაც 300-ზე მეტი ბავშვი ისვენებს დღესდღეობით. მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე არის გახსნილი 8 პატრიოტული ბანაკი და ბავშვები იქ გაატარებენ დროს სექტემბრის ბოლომდე, ხოლო პრეზიდენტი, როგორც მე უკვე მოგახსენეთ, კიდე რამდენიმე დღე დარჩება კოდორის ხეობაში, რათა ბავშვებთან ერთად და აგრეთვე დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად, რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად, უკაცრავად აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებასთან ერთად, რომელიც იმყოფება კოდორის ხეობაში, ადგილზე მოინახულოს ეს სიტუაცია.